რომელსაც პოლიტიკურ წარსულს ნამდვილად ვერ შეახსენებთ საღამომშვიდობის მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება გქონდათ თქვენ საპრეზიდენტო არჩევნებში, ამას მე გაგახსენებთ 1%-მდე მიიღეთ, ხო? ხმების. რა არის ის მთავარი, რატომაც მიიღეთ გადაწყვეტილება რომ თაწმინდაზე იყაროთ კენჭი და შანსები როგორია თქვენი, რა გეგმით მოდიხართ? ჩვენ ხა ბევრი საინტერესო იდეა მოვისმინეთ და ამას შეიძლება დავარქვათ საარჩევნო პროგრამაც. დიდი მადლობა რომ მეღირსა ბოლოს და ბოლოს საეთერო სივრცეში გამოჩენა. თქვენ თვით რომ 1%-მდეო და აქვე შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენს და მეორე ის პარტიული ტელევიზია რუსთავი 2-როა. ერთი წუთიც კი არ გქონდა დათმობილი. აგვისტოდან მოყოლებული სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი და ასე შემდეგ. ეს რამდენად დემოკრატიულია, ახლა ჩვენმა მხარდამჭერებმა იციან სოციალ-მოქცელმა. როგორც კი დამთავრდა პირველი ტური, მე იმ წუთში განვაცხადე რომ მივიღებდი მონაწილეობას თაწმინდის არჩევნებში. თუმცა მე არ შემიძლია რომ ბატონ ლადოს ჩემი დიდი პატივისცემა არ დაუდასტურო. მისი კანდიდატურა ყოფილიყო შეიძლება არც მე ვიყო მონაწილეობა, საერთოდ ოცნებას რომ ის შეერჩია პრეზიდენტის კანდიდატად გაცილებით ადვილად გაიმარჯვებდი. ეს ერთი. ანუ მე აქ ახლა იძულებულ მდგომარეობაში ვარ პირადად ბატონ ლადოსთან ასე ვთქვათ ოპონირების რეჟიმში. რაც შეეხება ბატონ გეგელიასის მიმოხილვას ისევ გამოვიყენებ და ვიტყვი რომ მართლა არანაირი შეხება არ მქონია პირიქით მოქალაქეთა კავშირთან, სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმთან და შემდეგ ოცნებასთანაც ძალიან მწვავე დაპირისპირებაში ვარ, ეს ბიოგრაფია ჩემი დევს საჯაროდ და ჩვენმა მხარდამჭერებმა ეს იციან, მაგრამ სამწუხაროდ არ იცის ფართო საზოგადოება. ფართო საზოგადოება ისიც კი არ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში უბრალოდ მონაწილეობთ, იმიტომ რომ თქვენს ტელევიზიას და სხვა დანარჩენ პარტიულ ტელევიზიებს კვალიფიციურ კანდიდატებს უთმობდით. არა ბატონო, ადამიანი როცა რაღაცას გააკეთებს და ძალიან მნიშვნელოვან რამეს გააკეთებს და საინტერესო რამეს გააკეთებს, უბრალოდ ერთი წუთის 3 თვის განმავლობაში რო არ მიიწვევ, გასაგები ხომ თაწმინდაზე, იმიტომ გამიკვირდა რომ აქ მოვხდი. გირჩის ყურადღების ცენტრშია და მე მგონი არც ერთ აქ ყოფილი ადამიანი ვერ დაიჩივლებს რომ ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიაში არ ხვდება და თუმცა კვალიფიციური მას შეიძლება ალბათონი სოფო და გეგელი არ წარმოადგენს. ეს აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც თქვენ საინტერესო რამს და ბატონი ლადო იღებდა არჩევნებში მონაწილეობა, შეიძლება არც დამაყენებინა კანდიდატურა. შესაძლებელია ჩემთვის ძალიან ძვირფასი თქვენ კანდიდატურა თუ უკვე ჩაერთეთ და მიიღებთ ამ რბოლაში მონაწილეობას. ვაფიქსირებ ამას რომ და გეტყვით და ჩვენ საზოგადოებასაც მივმართოთ თუ რა არის კონკრეტულად ჩვენი მიზანი. მე არა ვარ მარტო და არის ჩვენ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში არ იყო ამ პარტიულ წარსულთან თქვა ასოცირებული, მე ვინმეს შენიშვნას კი არ ვაძლევ, უბრალოდ ეს ხალხი იბრძოდა შეიძლება თავის დროზე და ეგონა რომ ამა თუ იმ პარტიაში რამე გამოვიდოდა განსაკუთრებით ამ მთელ ამ პერიოდში და ჩვენი მიზანი არის ნაციონალებისა და ოცნების კოჰაბიტაციური და ეს ცნობილი ფაქტია, კოჰაბიტაციური რეჟიმის, რომლის ნაწილადაც მე რა თქმა უნდა თული გირჩ თავის ულტრალიბერალური თქვათ იდეოლოგიით აი ამ სისტემის მოშლა. მაგრამ ამის გაკეთება თითქმის წარმოუდგენელია, როდესაც ისინი მხარდაჭერილი არიან უშიშროების სამსახურის და ამ სამსახურის მიერ მართული ტელევიზიებით. ეს არის ჩემი ასე ჩამოყალიბებული პოზიცია, სამწუხარო რეალობა. მე ფიქრობ, რომ ნაკლებად დაინტერესებს ახლა თაწმინდის ამორჩევა. საინტერესო გადავალთ ახლა იქამდე, იმიტომ რომ თქვენი გეგმა რა არის? ჩვენი გეგმა არის, რა თქმა უნდა, იგივე ამ სისტემის დემონტაჟი, აქ იყოს 3 დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელთაც საზოგადოება გააკოტრა, გაამწარა, გაატყავა. ეს არის საბანკო სისტემა, რომელთაც უბრალოდ გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა და მათი დიდი ნაწილი აქციას დევნილება და ძალიან მარტივი რამე არის, რომ გადახედო ევროპულ საბანკო სისტემას და გადმოიტანო იგივე აქ და ეს გაკოტრების პრინციპი, რომელიც დღეს მუშაობს და უამრავი ოჯახი დაანგრია, აი ეს სისტემა შეიცვალოს. ჩვენი მიზანი არის შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა იმ პოლიტიკური პიროვნებებისაგან, რომელიც არიან კონსერვატიული ტრადიციული ღირებულებებისა და ეს ტალღა როგორც კობამ აღნიშნა, ევროპაში მოდის და ხედავს ევროპული საზოგადოებას და ჩვენც უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ თუ გვინა გადარჩენა, ჩვენ კარი უნდა დაუკეტოთ მიგრანტებს, იმიტომ რომ ჩვენ მათი მიღების უფლება არ აქვს. ჩვენმა წარმომადგენლებმა ემიგრანტებში ყავს ძალიან დიდი და სერიოზული ძალა ამერიკის ოფისშიც მიმართეს, შვეიცარიის ოფისშიც გაეროს და მიიღეს იქიდან პასუხი, რომ არანაირი ვალდებულება საერთაშორისო სამართლით არ აქვს ჩვენ რომ მივიღოთ მიგრანტები, ვინაიდან ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, შიდა დევნილები ყავს და ეკონომიკურად ძალიან ძლიერ მდგომარეობაში ვართ. ადამიანი გადის ქვეყნიდან, ყველამ რო კარი დაუხურო საქართველოს მოქალაქეს, ზუსტად იცით ალბათ რამდენი ოჯახი იქნება სხვა რეჟიმია. ლუკმაპურის გარეშე. მე აქ ჩამოთვალე 3 მთავარი ფაქტორი. არც ერთ ევროპულ ქვეყანას მსგავსი პრობლემა არ აქვს.
ჩვენი ქვეყანა არის სოციალური კატასტროფის წინაშე, საომარ მდგომარეობაში და შიდა გაჭირვება. ამის გამო თორე ჩვენ როდესაც გავხდებით ევროპული ქვეყნის დონის არის შესაძლებელი. მე მოგახსენეთ რომ ეს როგორც ყობა თქვა მართლა ასე იქნება ეს არჩევნები და ქართულმა საზოგადოებამ და ჩემთვის საპატივცემულმა თაწმინდის უბანმა, ჩემი მშობლიური უბანია, ბაბუა ჩემის მამა ცხოვრობდა სახლი ქონდა ჩვენ რუსთაველის ძეგლთან, ბებია ჩემიც იქ დაიბადა, დედა ჩემიც და მეც თაწმინდაზე დავიბადე, მოვინათლე და იქ გავიზარდე. ეს მარტივი, ყველაზე მარტივი მიზეზი რა კავშირი მაქვს უბანთან, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და პრიორიტეტი. თაწმინდელი ხართ? არა, შემდეგ საბურთალოზე მოხვდი, იმიტომ რომ ჩვენი სახლი დაანგრიეს და ქუჩა გაგანიერდა იქ, როდესაც გაკეთდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის მთავარი ის არის რომ თაწმინდის არჩევნები მართლა არის სატესტო არჩევნები და ჩვენმა საზოგადოებამ შეიძლება თავი დააღწიოს ჩაკეტილ წრეს და შეიქმნას ახალი ძალა. ამ ახალ ძალას თავისი არსებობის ლეგიტიმური უფლება აქვს და კოჰაბიტაციური ეს ორი რეჟიმი, რომლის დანამატებიც არიან კიდე სხვა პროლიბერალური რეჟიმები, უბრალოდ არ უტოვებენ ადგილს, რომ წარმოჩინեն და საზოგადოებამდე მივიდნენ და ეხლა ვინაიდან თაწმინდა ჩემი მშობლიური უბანია და პატარა არის ჩემთვის, აქ უბრალოდ შანსები იზრდება და შეიძლება მასმედია, რომელსაც მე სამართლიანად ვემდური, შეიძლება იქ ამდენად საჭირო აღარც იყოს და უბრალოდ კარდაკარ გავაგებინოთ ამ ხალხს თუ რა უნდა გაკეთდეს და რა ნაბიჯი უნდა გადადგან. ანუ ჩვენი მიზანი არის ამ რეალურად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა და ჩვენი საზოგადოების განათლება. ახალ პოლიტიკურ ძალას აანონსებთ ახლა თქვენც და ბატონმა კობამაც დაანონსა. ვინ იქნებიან ამ გუნდის წევრები? თქვენ ყავთ უკვე გუნდი თუ ჯერ მარტო მაგას არჩივი, აბა რა არჩივი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე რომ გავდიოდი და გუნდთან ერთად რომ ვიდექი და გუშინ წინ გავაკეთეთ ჩვენ სერიოზული გათვათ განცხადება ქართული ბიზნესის მხარდაჭერისა, მაგალითად აირზენას აკოტრებს თურქული ტავი. ტავი არის თბილისის. არა, მე გეუბნებით რომელი კონკრეტული საქმეები გავაკეთეთ და თქვენ როგორც ჟურნალისტმა მითხარით თუ ეს არ არის საინტერესო, უბრალოდ გააშუქო. აკოტრებენ ქართულ ავიაკომპანიას და ჩვენ მივეცით ამაზე რეაქცია და არ გვინდა რომ ჩვენ იყოს პოლიტიკურად თუნდაც ჩვენზე მიწერილი საკითხი. ეს არის ზეპარტიული თემა. ჩვენ მაგაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ, ეგ თემას შევხვდება. გასაგებია, მაგრამ როდესაც რა თუნდა ამას საუბარი გამოვიკვლიოთ, ხო? როდესაც თბილისის, სტამბოლის მიმართულებით ყოველდღე დაფრინავს 4 რეისი და 4-ვე თურქული კომპანია და შენი ავიაკომპანია ერთი რეისს არ აკეთებს, რა თუნდა ამას კიცებითი ფორმა. და რა თუნდა იმას, როდესაც ქართული ნაწარმი უბრალოდ იდევნება ქართული ბაზრიდან და გუშინ წინ დაიკეტა აგარის ქარხანა, ერთ-ერთი ქართული წარმოება. რუსთავის მეტალურგია დისკრიმინაცია არ არის. ერთი წუთით რა არის ეთნიკური სახელმწიფო ეთნიკური გეტყვით მე ძალიან მარტივ ფაქტებს ახლა ამისთვის მინდა მე ტელეეთერი ახლა არ დამინიშნიათ რომ არა მე მგონი არავისზე მეტი მე არ მისაუბრია თუნდაც ამ წუთში ხდება მეტალური დისკრიმინაცია არაფერი არ ხდება მე გისმენთ მაგრამ გადადიოდით თქვენ ბოდიშკიფტით როდესაც საუბრობთ თურქულმა უნდა იფრინოს ქართულმა არ უნდა იფრინოს ემიგრანტებს კარი უნდა დაუკეტოთ პირადად ჩემი სუბიექტური აზრია ნაკლებ საინტერესოა მე გეკითხებით თაწმინდაზე რა თაწმინდებისთვის საუბრობთ თემებზე რომ ბატონი გეგელია როდესაც ნაკლებად აინტერესებს თაწმინდას არ აინტერესებს ის საბანკო პრობლემები რომელსაც გასრისა მთელი ქართული მოსახლეობა არის პოპულისტური დაპირებები პოპულისტური თემა იქნება რომ პარლამენტის კონკრეტული თემა მათაშორის თქვენ თუ დააკვირდით არც ერთ გამოსვლელთან დებატებში არ შესულხართ. არა, თქვენ აკონტროლებთ ახლა. საზოგადოება ამას ხედავს. თქვენ არ მაცილეთ უბრალოდ ჩამოაყალიბოთ წინადადება. და ყოველი მეორე წინადადება იწყება ან გირჩის კრიტიკით, ან ტელევიზიების კრიტიკით. და ესე არ ხდება. თქვენზე ერთხელ თქვი თავში და გირჩის კრიტიკით თუ იწყება, აგერ არის წარმომადგენელი თვითონ გამწეს პასუხი. თქვენ ადვოკატად ხართ? არა, ჩვენ ადვოკატი არა უკაცრავად. ჩვენ შევიკრიბეთ დღეს და ჩავთვალეთ საჭიროდ დაგდეთ პატივი რომ გესაუბრათ მთაწმინდის თემაზე და თქვენ გლობალურ ჭრილში საუბრობთ და არ გვაქვს ამდენი დრო თუნებას მომცემ ცოტა დავიცავ გიორგის იმიტომ რომ მაბატიეთ ვერ შემოვიზღუდებით თაწმინდის თემით უკაცრავად მე თქვი რომ მნიშვნელობა ამ არჩევნების ის არის პირველი ტურია ბატონობა ერთი წუთით რა მნიშვნელოვანი არჩევნები ეს არის ძალების მოსინჯვა და ჩვენ საქართველოს პრობლემებზე უნდა საბანკო სისტემა შეიცვლება ბატონო ერთი წუთით რა დამაცადეთ რომ დამეთაურებინა არის დაასრულეთ ის დაასრულებს გიორგი მე რა გეტყვით რა შეიძლება დიდი მადლობელი ვარ დაასრულეთ მადლობელი ვარ ბატონო კობასე იმიტომ საბანკო თემაზე საუბრობდით და მადლობელი ვარ უბრალოდ ლოგიკურად დაინახა კაცი იურისტია და თქვა ამ წუთში კონკურენტია, მაგრამ დაინახა უსამართლო თემა, რომ ყველა ვინც ისაუბრა გლობალურ თემებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი ბატონი გეგელი იყო, რომელმაც იცის რამდენ კვადრატული
ხალხურმეძე რა ხდება, რამდენია და როგორ არის. მარტო მანიცის თაწმინდის თო. თაწმინდაზე რამდენი ამომრჩეველი. ხედავთ თქვენ რომ არ მასრულებინი. იცით თუ არ იცით? რამდენი ამომრჩეველი. თქვენ ვერ ხვდებით რომ შეიძლება დებატებში შემოდიხართ. უბრალოდ უხერხულია თქვენი ჩემი ტელევიზიისათვის. გადაცემა უკაცრავად და მე გადავწყვეტ. შემოვიდე დებატში თუ არ შემოვიდე. ასაგები, მაგრამ ყველა რამდენი ამომრჩეველია, იცით თუ არ იცით? ვიცი ბატონო, როგორი დათვლილი მაქვს, მაგრამ ერთი წუთით სხვა რამეს ვაპარაკო, მინდა დავამთავრო ეს რომ ბატონმა გეგელიამ რომ ისაუბრა რომ დარგავს ხეებს და იმას გააკეთებს სპორტულ დარბაზებს ეს არ არის მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება ამისთვის არსებობს აღმასრულებელი მერია და გამგეობა არ შეიძლება დეპუტატმა იქ ირბინოს სწორედ პოპულიზმის ნაწილი ეს არის რომ თქვენ სთხოვთ ეხა თაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს რომ ეს გააკეთოს თქვენ ისიც ცალდმეზურაბეში უნდა რა გაუკეთა მაჟორიტარულ ოლქში მას ხო ეს არაფერი არ გაუკეთა მაგას გეუბნებით ეს არის პოლიტიკური თანამდებობა და როდესაც იგივე თქვა ბატონმა კობა მასთან არ შეშულხათ ეს დებატებში კაცმა იგივე თქვა რომ უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ძალაო მეც გეუბნებით იგივე რამეს რომ ჩვენ უნდა გავაგებინოთ თაწმინდელებს რომელიც არის გული დედაქალაქის რამდენი ამომრჩეველია ახლა არა იცით რა თქვენ ეხა თუ არა მეც მეჩხუბებოდა გიდასტური არა მე მინდა ჩემი გადაცემა არის და შესაბამისად ვისთანაც მეტი კითხვა მაქვს სვა მე არ ვარ კითხვებს შეზღუდული ხო და მე გეუბნებით თქვენ რომ ჩვენ გუშინაც ვიყავით სხვათა შორის ზირაქაშვილთან კომისიის თავმჯდომარესთან და მადლობა. მე კითხეთ რამდენი ამომრჩეველია. ხო და პასუხობ და კაი ბატონო დავამთავრებ, იმიტომ რომ თქვენ ხო ციფრი მითხარით და ხო და მაგას პასუხობთ, რომ სამი ოლქი თაწმინდაზე უნდა მოხსნან ზემო და ქვემო ვერას და კიდევ ვერ გაუკვევიათ. მე ვთხოვე მათ 50000 ამომრჩეველი. არა ბატონო, არ არის გული, კითხეთ, თუ გინდათ მობილურზე დაუბრუნდეთ. სამი უბანი უნდა მოხსნან. სამი უბანი უნდა მოხსნან და რუკა 53900 52000-მდეა. ამიტომ გეუბნებით ეხლა ბატონო კომისიის 53000-ია. მეც ესე ვიცი, თქვენ იცით 50000 და ჩვენ თუ აქ მათემატიკური კითხვები გვაქვს, თემა არის. მე გეუბნებით თქვენ რომ არ დაუდგენიათ ჯერ და სამი უბნის მოხსნა დამატებაზეა საკითხი, როცა მივმართ. ბოლო რეპლიკებისთვის